შეწყდეს გამოსახლება ვითხოვთ გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს. კერძო და საბანკო დავალიანების მქონე პირებმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. იპოთეკარები აჭარის მთავრობის თავმჯდომარისაგან პასუხის გაცემას მოითხოვდნენ, თუ რატომ შეჩერდა გამოსახლებები ქობულეთში და არა ბათუმში. აქციის მონაწილეები მთავრობისაგან ისეთი საკანონმდებლო ცვლილების მიღებას ითხოვენ, რომელიც მათ ეკონომიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. მოთხოვნის მიუხედავად არჩი ხაბაძე აქციის მონაწილეებს დღეს არ შეხვდა. სოციალური აფიჩაიჯიბეთ ბატონო საარგობოთ პრემიებით თვითონის ხელფასის ოდენობით თვის ბოლოს არის გამოსახლების ბოლო და გვინდა რომ რამენაირად გადაიწიოს ეს გამოსახლების ისინი რომ შეუძლოთ იმ თანხის პროცენტის გადახდა მაინც რომ არ მოხდეს არა და კერძო იპოთეკარისგან არის ისინი და გვემუქრებიან რომ თუ არ გამოიტანთ პარკს ვინიდან ჩვენ თვითონ გამოვყრით ქობულეთში გამოსახლება არც ჩანიშნულა და არც ხდება გამოსახლებები რით განსხვავდებით ეს ბათუმის მოსახლეობა ქობულეთის მოსახლეობიდან ეს მინდა ამის გარკვევა და სხვა კი არაფერი. რა დააშავა ამ ხალხმა ყოველდღიური ჩანიშვნაა გამოსახლების. მოსახლება თუ არ გაჩერდა, ეს ნაკადი რა ყოფილა. აი გეფიცებით ხალხო დღეს ძალიან ბევრი გვირეკავს, რომ შემოგიერთდებით თუ კი ნაციონალები. ჩვენთვის უკვე მნიშვნელობა არაფერს აღარ აქვს. მოუწოდებ ხელისუფლებას ვიდრე აი ამ ოჯახების და კიდე სხვა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების გაერთიანება მოხდება და აქ უფრო დიდი და მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყებოდეს, ჯობია რომ ნელ-ნელა ყველა პრობლემა მოაგორონ, ვინაიდან მე ვხედავ რომ მაისი ძალიან რთული და ძნელი იქნება ხელისუფლების, განსაკუთრებით აჭარის ხელისუფლებისთვის აი ამ მოედანს.